მოგესალმებით კიდევ ერთხელ თქვენ უყურებთ კურიერს 10 საათზე მე ანუკა კინკლაძე ვარ. Აქტიურ მუშაობაზე გადადის დღეიდან პარლამენტში მოქმედი ფასების შემსწავლელი დროებითი კომისია. 2 საათში და გეგმილ სხდომაზე საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლებს ელოდებიან. საუბარია ხორცის, რძის პროდუქტებისა და კვერცხის მწარმოებელ ფირმებზე. განიხილება ბაზრის სტრუქტურა, ფასწარმოქმნის ჯაჭვი და სექტორის საოპერაციო პროცესები. კომისიაში იმედოვნებენ, რომ ღია დისკუსიის შედეგად ყველა მხარისთვის მისაღებ გადაწყვეტილებამდე მისვლა მოხერხდება. ჩვენი მიზანი არის, რომ მათთან ერთად განვიხილოთ ბიზნეს პროცესები, რომელიც უკავშირდება ადგილობრივ წარმოებას, დავსვათ კითხვები თუ რა პროცესები იწვევს წარმოების თვითღირებულების გაძვირებას, რა ინფლაციური პროცესები იყო ბოლო წლების განმავლობაში, როგორ შეიძლება აღნიშნული პროცესების ოპტიმიზაცია, სად არის საშუალება იმისა, რომ ბიზნესი უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს, პროდუქცია უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს, რაც შედეგობრივად აისახება სამხარველო ფასების შემცირებაზე. ამ კომისიის სხდომაზე ჩვენ შემოვიფარგლებით შეკითხვებით, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენი დღის წესრიგი კი გვექნება და ვიქნებით აქტიურები მომდევნო სხდომებსაც წარვადგენ ჩვენს ინიციატივებს იმისთვის, რომ საბოლოოდ შევცვალოთ არსებული ვითარება მოქალაქეებისთვის და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ იმ ტყუილებისგან, რომელსაც ოცნებას თავაზობს ჩვენს მოქალაქეებს, გადავარჩინოთ ისინი. ნამდვილად არის რესურსი. Რაღაც გარკვეულ სეგმენტზე, რა თქმა უნდა, არა ყველაფერზე, მაგრამ გარკვეულ სეგმენტზე ფასების რეგულაციების. თუმცა ჩვენ გონია, რომ მაინც საჭიროა ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ჩარევა, კარგი გაგებით ჩარევა, ვამბობ, რომ არ მოხდეს დომინირება ამა თუ იმ სეგმენტში. შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომ შვედეთი რჩება ქართული ხალხის მეგობრად, სოციალურ ქსელში ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი წერს, რომ აღნიშნული განცხადება ეკუთვნის იმავე უწყებას, რომლის წარმომადგენელმაც დემონსტრანტებს მაიდნის მოწყობისკენ მოუწოდა. ქართული ხალხის მეგობრობა სიტყვებით არ იზომება, ამბობს პარლამენტის სპიკერი და პოსტთან ერთად აღნიშნული მოწოდების ვიდეო კადრებსაც ავრცელებს, რომელიც 2024 წლის 11 ნოემბრით თარიღდება. შვედეთი რჩება ქართველი ხალხის მეგობრად, განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. შეგახსენებთ, რომ ეს განცხადება ეკუთვნის იმავე ხელისუფლების საგარეო უწყებას, რომლის წარმომადგენელმა საჯაროდ მოუწოდა ქართველ რადიკალებს მაიდნის მოწყობისკენ. ამ მოწოდებიდან რამდენიმე დღეში მოლოტოვის კოქტეილებით და პიროტექნიკით შეიარაღებულმა მოძალადეებმა სცადეს საქართველოს პარლამენტის შენობის დაწვა. თავს დაესხნენ და მძიმე დაზიანებები მიაყენეს ათეულობით პოლიციელს, რის შედეგადაც ერთ-ერთმა პოლიციელმა მხედველობა დაკარგა. ამ ფონზე საქართველოს შესახებ მორიგი დეზინფორმაციის გავრცელების ნაცვლად გაცილებით ადეკვატური იქნებოდა შვედეთის ხელისუფლებას ჯერ მაიდნისკენ მოწოდებაზე გაეკეთებინა განმარტება და წუხილი მაინც გამოეთქვა საკუთარი წარმომადგენლის ამ უპასუხისმგებლო და ბოროტი ქცევის გამო. ქართველი ხალხის მეგობრობა სიტყვებით არ იზომება. მეგობრობა პასუხისმგებლობით ქართველი ხალხის სუვერენიტეტისა და კონსტიტუციური წესრიგის პატივისცემით მტკიცდება. ძალადობრივი სცენარების წახალისება და მათი შემდგომი გამართლება სხვაა. მეგობრობა სხვა, მათ შორის დიდი ზღვარია. როგორ გაგრძელდება შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობა, როგორია მოლოდინები. ქართულ ოცნებაში კიდევ ერთხელ ამბობენ, რომ ისინი ყოველთვის მზად არიან სტრატეგიული ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დასაწყებად. შეგახსენებთ, შტატების სახელმწიფო მდივანსა და ვიცე-პრეზიდენტს მილანში ოლიმპიადის ფარგლებში გამართულ მიღებაზე საქართველოს პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდნენ. ქართული მხარის ინფორმაციით ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა საუბარში თქვეს, რომ საქართველოსთან მიმართებაში წინა ადმინისტრაციისგან საკმაოდ დიდი ნეგატივი დახვდათ და უახლოეს მომავალში ურთიერთობების აღსადგენად მზადება დაიწყება. საკმაოდ იმედიანად ვარ ჩვენ განწყობილი აღნიშნული კომუნიკაციის დროს გამოკვეთილი ის გზავნილები, რაც იყო ამერიკელების მხრიდან, ეს გვიჩენს იმის ოპტიმიზმს და იმედს, რომ უახლოეს მომავალში გასული 1 წლის განმავლობაში მიმდინარე სამუშაო შეხვედრები, პროცესები გადაითარგმნება უკვე კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში, რაც თავარია უპირველეს ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი არის იმისი საერთო აღიარება და გაცნობიერება, რომ ნამდვილად მძიმე მემკვიდრეობა დატოვა წინა ადმინისტრაციამ. ნებისმიერ დროს ჩვენ მზად ვართ, რომ დავსხდეთ და დროსა და სივრცეში გავწეროთ კონკრეტული გზამკვლევი, სადაც გამოჩნდება თუ რა ნაბიჯები არის გადასადგმელი იმისათვის, რომ ეს ურთიერთობა აღდგეს. შესაბამისად, ყველაფერი გაკეთებულია ქართულ ოცნებას იმისთვის, რომ დაიწყოს რეალური პარტნიორობა. ახლა ბურთი არის ამერიკის შეერთებული შტატების მოედანზე და ძალიან სასიამოვნო არის ის გზავნილები, რა გზავნილებიც ქალბატონმა მაკაბოჭორიშვილმა და ბატონმა მიხეილ ყაველაშვილმა მიიღეს.
შეერთებული შტატებსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები ამჟამად ძალიან კომფორტულია, აცხადებს შეერთებული შტატების სახაზინო მდივანი და ამბობს, რომ ეს ურთიერთობა შესაძლოა ძალიან პროდუქტიულიც იყოს. სკოტ ბესენტის თქმით, შეერთებული შტატები და ჩინეთი კონკურენტები იქნებიან, მაგრამ არის სურვილი, რომ ეს კონკურენცია სამართლიანი იყოს. არ გვინდა ჩინეთისგან დისტანცირება, მაგრამ რისკების შემცირება გვჭირდება, განმარტავს ამერიკის სახაზინო მდივანი. ისევ თქმით, შეერთებული შტატები მუშაობს სუვერენიტეტის აღსადგენად იმ სტრატეგიულ ინდუსტრიებში, სადაც ამჟამად ჩინეთი დომინირებს. ეს ეხება კრიტიკულ მინერალებს, ნახევარგამტარებსა და მედიკამენტებს. სამემცირეწლოვანი ბავშვი შეეწირა ხარკოვის ოლქს ოკუპანტების მიერ ღამით მიტანილ იერიშს. ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით შეტევის შემდეგ ქალაქ ბოგოდუხოვში ამჟამად სახანძრო სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მაშველები ნანგრევებში მოყოლილებს ეძებენ. 3 ბავშვის გარდა დაღუპულია კიდევ ერთი მამაკაცი, დაშავდა 2 ადამიანი, მათ შორის ორსული ქალი. უკრაინის არაერთ რეგიონში ამ დრომდე განგაშია გამოცხადებული, მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ. მწვავე გამოწვევად რჩება ენერგოკრიზისი. რუსეთის ძალები განაგრძობენ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვას. ძლიერი ყინვის პირობებში კიევში 1400 მრავალსართულიანი სახლი ცენტრალური გათბობის გარეშეა. როდესაც მოსკოვი და კიევი სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწევენ, ჩვენ ევროპაში რუსეთთან ერთად უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნა დაგვჭირდება, განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა გააკეთა. ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ მას ევროპელებთან ერთად ვლადიმერ პუტინთან დიალოგის ორგანიზება სურს. მოგწონს ეს თუ არა, რუსეთი ხვალაც იქ იქნება, სადაც არის, ის ჩვენს კართანაა, აღნიშნა მაკრონმა. ცნობილია, რომ პარიზმა მოსკოვთან დისკუსიის არხები ტექნიკურ დონეზე უკვე აღადგინა. პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა ტირანაში ანტისამთავრობო დემონსტრაცია. აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობას ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს. პოლიციამ საპასუხოდ წლის ჭავლი გამოიყენა. დემონსტრანტები ქვეყნის ვიცე-პრემიერის გადაყენებას ითხოვენ. მიზეზი კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებებია. როიტერი წერს, რომ ალბანეთში პოლიტიკური დაძაბულობა დეკემბერში მას შემდეგ გამწვავდა, რაც პროკურატურამ პრემიერის მოადგილე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების ტენდერებში ჩარევასა და გარკვეული კომპანიების სასარგებლოდ ქმედებებში დაადანაშაულა. სუმცირე 10 ადამიანი დაიღუპა კანადაში ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციის ერთ-ერთ პანსიონატში მომხდარი სროლის შედეგად. ტრაგედია ქალაქ ტამბლერ-რიჩში დატრიალდა. პოლიციის ცნობით დაშავებულია 27 ადამიანი, აქედან 2-ის მდგომარეობა მძიმეა. ადგილობრივი მედია წერს, რომ თავდამსხმელმა თავი მოიკლა, სხვა დეტალები არ ხმაურდება. კანადის ისტორიაში ეს მეორე ყველაზე ტრაგიკული თავდასხმაა სკოლაზე. მსგავსი შემთხვევა 1989 წელს მონრეალში მოხდა, მაშინ 14 ადამიანი დაიღუპა. და თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში სრულდება ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობა, რომელიც მაისიდან უნდა ამოქმედდეს. პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. თეთრი წყაროს გარდა ობიექტი მარნეულს, წალკას, დმანისა და ბოლნის 29 წლის განმავლობაში მოემსახურება. ახალი ობიექტის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. ობიექტი ოპერირებას მაისისიდან განახორციელებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ობიექტი სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, მოემსახურება ქვემო ქართლის 5 რეგიონს, ხოლო ძველი ნაგავსაყრელები ეტაპობრივად კანონის შესაბამისად დაიხურება. ჩვენ ვიმყოფებით ნარჩენების განთავსების ახალ ობიექტზე ქვემო ქართლში, სადაც გარემოსდაცვითი პარამეტრების კონტროლი, კერძოდ წყლის, ჰაერის და ნიადაგის კონტროლი განხორციელდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით და ნარჩენების ზეგავლენა გარემოზე იქნება მინიმუმამდე დაყვანილი. და ბოლოს მილანის ზამთრის ოლიმპიადის მე-6 დღეს თავისუფალ ცეკვებში ყინულზე საქართველოს წარმომადგენლებს დიანა დევისსა და გლებ სმოლკინის წყვილს ვიხილავთ. გუშინ კი ფიგურული სრიალის ინდივიდუალურ ასპარეზობაში მამაკაცთა კატეგორიაში მაყურებლის წინაშე ნიკა ეგაძე წარსდგა. ქართულმა სპორტსმენმა 85.11 მიასადიქულა დააგროვა და ამ ეტაპზე მე-15 ადგილზეა. ეგაძე თავისუფალ პროგრამაში ზეგის იასპარეზებს. ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სპორტის 2 სახეობაში ფიგურულ ციგურაობასა და სამთო სათხილამურო სპორტში 8 სპორტსმენთაა წარმოდგენილი.
ოთხმაგი ტულუპის შესრულებისას დაუშვა ტექნიკური შეცდომა, ასევე მცირედი შეცდომა ნაბიჯების თანმიმდევრობის შესრულებისას. ჯამში დააგროვა 85 ქულა, რაც 10 ქულით ნაკლებია მისი სეზონის საუკეთესო ჯამური ქულის მოკლე პროგრამაში. იგი გადავიდა ფინალურ ასპარეზობაში და რა თქმა უნდა შეეცდება რომ გაუმჯობესოს მიღებული შედეგი. ძალიან რთულია მობილიზება, ფსიქოლოგიური განწყობა, გუნდური შეჯიბრების შემდეგ ასპარეზობისთვის, თუმცა იმედი მაქვს, რომ მისი დონის სპორტსმენი, მოქმედი ევროპის ჩემპიონია, შეძლებს გადალახავს ყველანაირ ფსიქოლოგიურ ბარიერს და ისეთ ურთულეს და მნიშვნელოვან სპორტულ ფორუმზე, როგორც ზამთრის ოლიმპიური თამაშებია, გააუმჯობესებს მის ნაჩვენების შედეგს. გურერი 10 საათზე დასრულებულია. დღის ამბების ნახვა ვრცლად ჩვენს ვებგვერდზე შეგიძლიათ. რუსთავი 2-ის ეთერში კი ბიზნეს სიახლეების დროა სოფო ხანაშულთან ერთად. სოფო დილამშვიდობისა.